ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა. კიდევ ერთხელ გამიმერებ, რომ თუ კი რაიმე ასეთი ნაბიჯი იდგმება ოკუპაციის შესახებ კანონის ჩარჩოებში და თუ ჩვენ გვექნება მომავალშიც იმის საშუალება, რომ იქ ცხოვრებ მოსახლეობას, ქართულ თუ აფხაზურ მოსახლეობას შეუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამას მომავალშიც გავაკეთებთ. კრიზისში მყოფ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან შეიტანეს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს საწვავი ქართულმა კომპანიებმა მიაწოდეს, თუმცა რომელმა მსხვილმა იმპორტიორებმა ეს კობახიძეს აღარ დაუკონკრეტებია. ჩვენ თუ შეგვიძლია მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შეუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, თქო გავაკეთებთ ოკუპაციის შესახებ კანონის ჩარჩოებში. ჩვენ მათ შორის პროგრამა გვაქვს, თქვენ იცით, ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ, რომელიც განკუთვნილია სწორედ იქ მცხოვრები მოსახლეობის, არა მარტო ქართული მოსახლეობის, ასევე აფხაზური მოსახლეობის მხარდაჭერისთვის. თუ ჩვენ შეგვიძლია შეუმსუბუქოთ მდგომარეობა აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას, ამას გავაკეთებთ, თქო გავაკეთებთ ყოველთვის ოკუპაციის შესახებ კანონის ჩარჩოებში. ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის მწვავე დეფიციტის გამო ავტოგასამართ სადგურებთან კილომეტრიანი რიგებია. ამის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში ვრცელდება. სოხუმი, გაგრა, სოჭი, უსასრულო რიგები ყველა ქალაქშია. Очередь в Абхазию на границу есть, и очередь за бензином есть тоже. ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინისა და დიზელის მთავარი მიმწოდებელი რუსული სანქცირებული სახელმწიფო კომპანია როსნეფტია. ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი რუსეთში არსებული დეფიციტის გაგრძელებაა. უკრაინის მიერ რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისა და საცავების განადგურებას მოჰყვა კილომეტრიანი რიგები რუსეთშიც და ოკუპირებულ აფხაზეთშიც. ენგურის ხიდის გავლით მიაწოდეს საწვავი ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ მოქალაქეებს თუ ვის ეს უკვე კონკრეტულად ეგ ჩვენ არ ვიცით ეს ინფორმაცია ჟღერდება უკვე მკვიდრებისგან ვინც იქ ცხოვრობენ ოკუპირებულ აფხაზეთში აფხაზს ყოველთვის საწვავს აწვდიდა რუსები მაგრამ დღევანდელი დღეით აფხაზეთში ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის დეფიციტი არის სეზონის პიკზე კილომეტრით რიგებში უწევთ დგომა და ახლა გუშინ ნახე ყველაზე დიდი რიგი იყო სადღაც ალბათ რა ვიცი 3 კილომეტრზე მეტი იყო 5 კილომეტრამდე იყო ამის მიზეზი რა თქმა უნდა ეს არის რომ უკრაინა არ ადგურებს რუსეთში საწვავის ნავთობგადამუშავების და საწვავის ასე ობიექტებს და აქ საინტერესო არის კიდევ ის რომ ამ შემთხვევაში ბევრი იქიწერება თუ როგორ უნდა გადაჭრას ეს პრობლემა. საქართველოში საწვავი ისევ ძვირდება. მძღოლები გვიყვებიან რომ ბოლო 3 დღეში დაახლოებით 40 თეთრით გაუძვირდათ საწვავი. ბენზინისა და დიზელის გაძვირება პირდაპირ აისახება მომსახურებისა და პროდუქციის ფასის ზრდაზეც. გუშინ გავიარე ჩავასხი 75 და დღეს გამოვიარე 85 იყო. და ყველა რომ მოიმატა საწვავმა ყველა ის ხაზი გაძვირდა ყველა მარშრუტზე მოუმატეს 5 ლარი ახლა კიდე გაძვირდა საწვავი და არ ვიცი რა სიზავე გაძვირდა კი არა 3 დღეში 40 თეთრი მაიმა 50 ლარის საწვავი მინდოდა ფასანაურამდე ეხლა 80-ზე არ აკმაობს უბედურება ერთი 15 ლარი დაგვემატა და ეგ არის მოემატა კიდე და всё ყოველდღიური ხარს კიდე 15 ლარი დაგვემატა აი მაგალითად მე ვარ გლეხი დავდივარ რომ დღეში ვიშო 2 კაპიკი რომ ბავშვებს მიუტანო საჭმელი რომ ვაჭარო ცხოვრება არ არის 50 ლარი რომ გავაკეთო დღეში 50 ლარი მიხარია მაახმედი ბაზარში ხარ სახში ვერაფერი ამ პრობლემების საპასუხოდ კობახიძის მთავრობა არაფერს აკეთებს. ეკონომისტებისთვის გამოსავალი აქციზისა და დღგ-ის შემცირება ან დროებით გაუქმება, რაც მომენტალურად აისახებოდა საწვავის ფასზე და მინიმუმ 1 ლარით გაიაფდებოდა. საწვავის შემთხვევაში ხშირად და უფრო ასე ვთქვათ მოქნილად იყენებენ ხოლმე როგორც წესი აქციზის მცურავ განაკვეთს ასეთი მიდგომაც არსებობს რომელიც გულისხმობს შემდეგს რომ აი ასეთი საგარეო შოკების დროს აქციზის განაკვეთი შედარებით მცირდება იმისათვის რათა ტვირთი მომხმარებელზე შემცირდეს და ამას ნამდვილად აქვს ხოლმე ეფექტი ხოლო სხვა თანაბარი პირობების აღდგენის შემთხვევაში ეს აქციზის განაკვეთი უბრუნდება ძველ ნიშნულს. სახადა დადასტურებულად შეიძლება იმის თქმა, რომ საწვავის გაძვირება აისახება შემდეგ ყველა პროდუქტზე და ყველა მომსახურებაზე გაძვირება. გარე ფაქტორები გასაგებია, ყველაფერი იცის საქართველოს მოქალაქეებმა, იმიტომ რომ წვდომა აქვთ და 21 საუკუნეა და ინფორმაციის პრობლემა არ არის. თავარი არის რა? შიდა ფაქტორები და შიდა რეგულაციები, რომლის მართვა შეუძლია ხელისუფლებას, ეს არის აქციზის გადასახადის გაუქმება.
რაც მყისიერად იწვევს 40 თეთრით გაიაფებას. ამას დაემატება დღგ-ს გადასახადის გაუქმება. გაძვირებული საწვავის ფონზე ირკვევა, რომ პრობლემები აქვთ მცირე და საშუალო ნავთობ იმპორტიორებს. მათ საქართველოში საწვავი ვეღარ შემოაქვთ. სენტა პეტროლიუმის დირექტორი გვიყვება, რომ ტერმინალები, რომლებიც საქართველოს პორტებშია, კომპანიებს მომსახურებაზე უარს ეუბნებიან, რადგან მათ დიდი ოდენობით ნავთობი არ შემოაქვთ. ტერმინალები ემსახურებიან ამ ეტაპზე მხოლოდ მსხვილ ნავთობ იმპორტიორებს. ამიტომ მცირე და საშუალო ბიზნესს უწევს დიდი კომპანიებისგან ქვეყანაში შემოტანილი საწვავის შესყიდვა, ეს კი ფასზე თავისთავად მოქმედებს. შეიქმნა პრობლემა ისეთი, რომ ეს ქართულ ტერმინალებთან ხელშეკრულებების დადება შეუძლებელი ხდება და არის სხვადასხვა მიზეზი, მათ შორის ეს განათვირთულობა მცირეა ამზების რაოდენობებიდან, როცა არ აქვს საკუთარი შემოტანილი საქონელი, ითვლებული ხარ უკვე ადგილობრივ ბაზარზე შეისხედო და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან რთული საკითხია ამ სეგმენტისათვის და შესაბამისად ფასების მატებას განაპირობებს. საწვავის გაიაფებას არავინ პროგნოზირებს. იმ დროს, როცა პასუხისმგებლობას კობახიძის გუნდი იხსნის, ყველაფერი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე ხდება დამოკიდებული.